რამდენიმე თვის განმავლობაში Dana White ერთსა და იმავეს იმეორებდა. UFC გვიმზადებდა რაღაც დიდს და რაღაც განსაკუთრებულს. საუბარი იყო ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართებოდა თეთრ სახლში, ამერიკის 250 წლის იუბილის აღსანიშნავად. ჰაიპი იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანებს ეგონათ რაღაც არნახული ელოდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. დღეს თოდა განსხვავებული ვიდეო მექნება, წესი დარგით სულ სხვა ვიდეო უნდა დამედო, რომელიც უკვე მონტაჟდება, მაგრამ მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბრო და ჯერ ეს ვიდეო დავდო, ამიტომ ცოტა განსხვავებულ ფორმატში გესაუბრებით, ზედმეტი მონტაჟის და ედიტის გარეშე. მინდა ცოტაოდენი გელაპარაკოთ იმაზე, რაც UFC 326-ზე მოხდა, გულისხმობ თეთრი სახლის ქარდის ივენთის გამოჩენას და BMF-ის კამნის გარშემო ატეხი რაღაც პატარა აჟიოტაჟსაც გამოვხმაურები. ჩემს არხზე დიდი ხანია უკვე იცით, რომ MMA-ს ჩვენ კროკოს ერთად უყურებთ. ჩემი მეგობარი ბრენდი აქ არის, ის მეხმარება ამ კონტენტის გაკეთებაში. ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დავიწყებ იმით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში UFC-ს ხელმძღვანელები გვპირდებოდნენ რაღაც ძალიან გასაოცარს, არნახულს, ისეთს, რაც ჯერ ისტორიაში აქამდე არ მომხდარა და ამის გამო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ჰაიპი აიზია. ზოგი წინასწარვე ადარებდა, რომ ეს ივენთი იქნებოდა ისეთი მაგარი, როგორც იყო მაგალითად UFC 100, UFC 200, 300 და UFC სფერო. როდესაც გულშემატკივარში მსგავსი მოლოდინი იქმნება, რა თქმა უნდა, რომ ისინი პირველ რიგში წარმოიდგენენ ყველაზე დიდ სტარებს, რომლის დაბრუნებაც უნდათ, დიდი ხანი არ უნახავთ და ესეთები არიან მაგალითად კონორ მაკგრეგორი ან თუნდაც ახლად წასული ჯონ ჯონსი, რომლის დაბრუნებაც რაღაც ინტრიგას მაინც აჩენდა ხალხში. თუმცა რეალობა რა თქმა უნდა სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა, მე ამას ველოდებოდი, ოღონდ ასეთი რომ იქნებოდა ეს კარდი, მაგას ნამდვილად არა. ამ კარდზე პირველი კარგი, რასაც დაინახავ, ეს არის ის, რომ ჰედლაინერი არის ილია თოფურია, რომელიც შეხვდება ჯასტინ გეიჯის და სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ცუდად გამომდის, ამ ბრძოლას არანაირი ინტრიგა არ აქვს ჩემთვის და პრინციპში ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრისთვისაც, რაც შეეხება თანამთავარ ბრძოლას, სირილგანი შეხვდება heavyweight-ში ასულ ალექს პერეირას, რომელსაც შანსი აქვს, რომ 3 დივიზიის ჩემპიონი გახდეს. ოღონდ ჯერ ეს დროებითი ქამარი უნდა მოიგოს და მე ჩემპიონს დაუპირისპირდეს. თუ საერთოდ დაბრუნდება. ძალიან ბევრი ჭორი ამბავი და ვერსია დადის იმის შესახებ, რომ ამ კარდზე თავიდან ილია გეიჯის არ უნდა შეხვედროდა. გულისხმობ იმას, რომ რაღაც წყაროები უწყებიან, რომ 5 მარტს დაურეკეს ჯასტინ გეიჯს და უთხრეს, რომ ის აღარ ბრძოლობდა ილია თოფურიას წინააღმდეგ. მაგრამ რაღაც მოლაპარაკებები წარიმართა და ისე დაალაგდა, რომ პარასკევს ისევ დაურეკეს გეიჯს და უთხრეს, რომ თეთრ სახლში ჩხუბობდა. ეს ინფორმაცია Dana White-მა დაადასტურა, ნამდვილად ასე იყო, უბრალოდ არც ილია არ უნდა ყოფილიყო ამ კარდზეო და რახან გეიჯი დაადასტურდა, ილიას ამიტომ მოვიდაო. არ ვიცი ეს Dana White-ის უბრალოდ რაღაც პასუხებიდან თავის დაძვრენის ხერხია თუ რა არის, მაგრამ მაყურებელს აქვს იმის უფლება, რომ ქონდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ილია ისლამს აპირებდნენ თავიდან თეთრ სახლში, მაგრამ აშკარად რაღაც მიზეზების გამო არ გამოვიდა. ბევრი შემხვდა იმაზე, რომ თვითონ ისლამი ჩაეხსნა ამ ბრძოლას, მაგრამ მიზეზი არ სახელდება. მე მაქვს ასეთი თეორია, რომ თუ მოცემულობა ასეთია, რომ ილია ისლამი უნდა ჩატარებულიყო აუცილებლად, რაც ღმერთმა იცის ასე იყო თუ არა. ზემოდან დაბლოკეს ეგიდია, რადგან აშკარად არ უნდათ ამ იუბილეზე რუსები ყოფილიყვნენ ამ კარდზე. მესამე ვარიანტიც არის, რომ თვითონ Dana White-მა თქვა ისლამს ხელი აქ ნატკენიო და თუ მართლა ასეა, ისედაც არ გამოვიდოდა მაგათი ჩხუბი, მაგრამ გააჩნია ეგ ხელი როდის იტკინა, მაგრამ კარგი მოკლედ წვრილმალებს რო ჩავყვეთ, ფაქტი ერთია, ილია შეხვდება გეიჯის და თავარი არის ამ ბრძოლის მერე რა მომავალი აქვს ილია თოფურიას და მე ყველანაირი იმედი გადაწურული მაქვს, რომ ის ველტერვეიტში ავა და ისლამ შეხვდება. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ არმანთან გადაიკვეთება და ამ ბრძოლას ვნახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ვიკაიფებთ. უამრავი გულშემატკივარი ელოდებოდა კიდევ ჯონ ჯონსის დაბრუნებას და სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდებოდი მის დაბრუნებას როგორც ასეთი, მაგრამ მეგონა, რომ იბრძოლებდა თეთრ სახლში. თუმცა White-მა ასევე თქვა ის, რომ ფინანსური შეუთანხმებლობის და კიდე რაღაცეების იქით იყო ასევე მისი ტრამვა, თეძოს ართრიტი აქვსო და ამიტომ მაინც ვერ მოახერხებდა ბრძოლას. მეორე დიდი კითხვა, რომელიც ასევე უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა, იმიტომ რომ ბევრად დიდი ფანბეისი ყავს, სად ჯანდაბაში არის კონორ მაკგრეგორი. აი, კონორ მაკგრეგორით აგვიკლეს. ოღონდ ყველანაირად, ჯერ კონორზე გადამკვდა რომ გულშემატკივარმა აგვიკლეს, მე თვითონ UFC-მ ატეხა გულშემატკივარიო, მე მგონი აი თეთრი სახლი რაღაც ნამიოკებს გვირტყავდნენ. იქიდან კონორი წერდა X-ზე რაღაც პოსტებს და ნაუც სამატებდა ამ ცეცხლს და აი ასე ერთი დიდი გაუგებრობა. მესვეურები, რაღა მესვეურები Dana White ამბობს, რომ კონორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობსო, მაგრამ ჯერ შეთანხმებასთან
ახლოსაც არ ვართო. თალკე იქიდან მაკრეგორი ყვირის რომ რეპს მიბედავენო, UFC 100, UFC 200, UFC 300 ასეთი დონის ივენთებზე უნდა ბრძოლობდეო და ტიპები მე გამომიყვანენ და მაჩხუბებენ UFC 303-ზეო, 403-ზეო და ასეთ რაღაც ობადროკ ივენთებზეო და მიყენებენო. წუწუნებდა და ბოლო ჭორები რაც არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით არის ის, რომ International Fight Week-ზე დაბრუნდება ზაფხულში. რაც პირადად მე საერთოდ არ მგონია. მოდი ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ როგორც ასეთი ეს კარდი, ცუდი და საშინელი არის იმ გადმოსახედიდან, რომ ჩვენ რაღაც ფონი შეგვექმნა და რაღაც X კარდს ველოდებოდით, რაღაც ლეგენდარული სახელებით და მოგვცეს ეს. და ამას აქვს ძალიან ბევრი მიზეზი. იმედგაცრუებებს გულისხმობ. პირველი რასაც უკვე შევეხედა გითხარით, ეს არის ის, რომ ჩვენ იმაზე დიდი მოლოდინი შეგვექმნა, ვიდრე უნდა შეგვექმნოდა და ამაში ყველაზე დიდი დანაშაული ალბათ თვითონ UFC-ს მიუძღვის. და მეორე, რაც არის ჩვეულებრივი მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ. UFC-ს ბიზნეს მოდელი დიდი ხანია, რაც შეიცვალა. კომპანიამ უკვე გააფორმა მილიარდიანი კონტრაქტები მედია პლატფორმებთან. მთელი ამ წლების განმავლობაში, სადამდეც ახლა მოვიდა UFC, შეძლო ის, რომ იგი თulis, რომ აღარ არის დამოკიდებული ვიღაც ვარსკვლავებზე, რომ მან თავისთავად გაყიდოს. და თulis კი არა, პრინციპში ასეც არის. UFC-ს აღარ ჭირდება ჯონ ჯონსი, აღარ ჭირდება მაკრეგორი იმისთვის, რომ შოუ გაყიდოს. ფულს მაინც იშოვის. ერთი რისი თქმა შემიძლია არის ის, რომ UFC-ს ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მართლა ისტორიაში მეორედ რომ აღარ განმეორდება ისეთი რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. და ამის ვალდებულება ისედაც არ ქონიათ. მანამდე იყო და წაგულეკეს 5 თუ 6 საჩემპიონო ბრძოლა იქნებაო და რა სიგიჟე არის, რომელ ლოგიკაში ჯდება ამდენი საჩემპიონო ბრძოლა. ანუ ჩათვალეთ, რომ ორგანიზაცია უბრალოდ თავს იკლავს. დანარჩენი მთელი წელი უბრალოდ უნდა ადგეს და ვიღაც ბობი გნინები აჩხუბოს და ბობი გნინის გამო მითხარით ახლა გულწრფელად რომელი გაიღვიძებთ. ის მოცემულობა რომ დავიკიდოთ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა და ვინები შეიძლებოდა ამ კარზე ყოფილიყვნენ, თეორიულად ვამბობ, რაღაც მულტივერსში. ცალკე ეს კარდი ძალიან ცუდის არ არის. აი ჩემთვის პირადად ძალიან ცუდია, მაგრამ მოდი იმაზეც ვილაპარაკებ, რატო არის კარგი. ერთ კარდზე იშვიათია მაინც ამდენი სუპერსტარის ნახვა. დოფურია, პერეირა, განი, ჩენდლერი ეჩხუბება რუფის და სხვათა შორის შოუ ნამდვილად იქნება. აი ყურებით, მაგრად გაერთობით მაგ ჩხუბში. აი ომალი ზახავი საიდან მოჩხრიკეს მე სიმართლე გითხრათ, მაგრად გამეკვირდა, მაგრამ ამ კარდზე ომალი რო იქნებოდა მაგის ალბათობას დიდი იყო. უბრალოდ მე მაგალითად მის ბრძოლას სენთეგენთან ველოდებოდი. დიეგო ლოპეს რაც შეეხება მაკასის ვალი აქვს UFC-ს თუ რა ხდება, არ ვიცი. ან აქ საიდან მოხვდა. ძალიან ცუდი პერფორმანსების მერე რაც გააკეთა. ანუ ერთი წამაცა ცოტა ბოღმა ხო შეიძლება ამოვიღო. ანუ ბოღმა არა, უფრო სწორად ხო შეიძლება ცოტა მეტი ფაით IQ ქონოდა და ვოლკანოვსკის აი ბავშვით მეორეჯერ ზუსტად იგივენაირად არ დაეჩაგრა. ძალიან შემზიზღდა დიეგო ლოპესი, როგორც მებრძოლი. აქ რა უნდა ვერ გავიგე, მაგრამ საბოლოო ჯამში კარდი მაინც არ არის. ცუდი, ძალიან ცუდი არ არის. დარწმუნებული ვარ, ესეთი მოლოდინები რო არ გქონოდა და UFC-ს თავის დროზე უბრალოდ საერთოდ ხმა არ ამოიღო და ეთქვა მარტო, რომ თეთრი სახლის კარდი იქნება ძმებო, დაელოდეთ ივნისში და უბრალოდ წინა კვირებში ნელ-ნელა რაღაც ინფოები შემოეპარებინათ. აი ეს გულისწყენა, გულისწყვეტა და გინებები არ იქნებოდა. სულ ეს იყო ამ მომენტისთვის უშუალოდ თეთრ სახს ერი თქმაც მინდოდა, იმიტომ რომ მაგ ივენთზე მე ცალკე ვიდეოს მივუძღვინ და კიდე ჩავწერ. რაც შეეხება მეორე თემას, ცოტა BMF კამარზეც მინდა ვისაუბრო. ვინც გამოტოვეთ და ვერ ნახეთ და ასეთი არ მგონია ბევრი იყოთ, ჩარლზ ოლივეირამ BMF ტიტული მოიგო, მაგ სოლოვის წინააღმდეგ აბსოლუტური დომინაციის მერე. სანამ რაღაცებს ვიტყვი, მაინც შესავალს გავაკეთებ, რომ ელაპარაკებით ჩარლზ ოლივეირას ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივარს, მაგრამ აბსოლუტურად ობიექტურად ვიტყვი ახლა იმას, რასაც ვფიქრობ. ყველანაირი სიმპათიების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან გამიხარდა და სიხარულით ვუყურებდი იმას, რაც ხდებოდა ოქტაგონზე, იმიტომ რომ მე ოლივეირას გრეპლინგზე ვგიჟდები. ზოგადად ეს BMF ტიტული ერთი დიდი ჩასვრაა. უბრალოდ ერთი დიდი რაღაც ბუტაფორია გახდა, როგორც სიმბოლურად, ისე რეალურად. BMF-ი თავიდანვე იყო უბრალოდ ჩვეულებრივი კორპორატიული ბრენდინგის ნაწილი, რომელიც იდეაში ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც ამით მეტი ფული შოვნა გადაწყვიტეს. იდეაში ეს არის ბრძოლები, რომელიც ჩვეულებრივად ყოფილიყო რაიმე ივენთის co-main ბრძოლა. ვიტყვი იმას, რომ თან ცალკე BMF დივიზია არ არსებობს, უბრალოდ ტრიალებს ორი წონითი კატეგორიის გარშემო და იბრძვიან ტოპ ფაითერები მთავარ ბრძოლებში, მებრძოლები, რომლებიც
მერე ამ ქამრით ცდილობენ რომ წავიდნენ და მთავარი ქამარი მოიგონ. უბრალოდ თავარ ქამარზე გავიდნენ საბრძოლველად. საერთოდ უნდა ჩამოუყალიბდეთ რა არის ეს BMF-ის კონცეფცია. თუ BMF-ის კონცეფცია ნამდვილად ის არის, რასაც UFC გვეუბნება, ჩემი აზრით პირდაპირ იქ უნდა დასრულებული იყო, სადაც დაიწყო. მასვიდალის და დიაზის ბრძოლა იყო ნამდვილი BMF-ური ჩხუბი. თუმცა იქაც ეს ბრძოლა იქიმა გააჩერა და BMF-ურ ჩხუბებს იქიმი არ უნდა აჩერებდეს. მაგრამ როცა მებრძოლის ჯანმრთელობას ეხება საქმე, რა თქმა უნდა, იქ ასეთი მაიმუნობები გვერდზე უნდა გადავდოთ. BMF-ური ჩხუბი არის Max Holloway, რომელიც ბოლო 10 წამში მიგითითებს, რომ მოდი დავდგეთო, მაშინ როცა 4 თუ 5 რაუნდი მოგებული აქვს, მაგრამ ეხა 2 წუთით წარმოიდგინეთ თავი Charles Oliveira-ს ადგილას, რომელმაც იცის, რომ ამ BMF ტიტულის გამარჯვების შემთხვევაში, მაგრამ ეხა 2 წუთით წარმოიდგინეთ თავი Charles Oliveira-ს ადგილას, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ დიდი შანსი არსებობს, რომ ამ BMF ქამრის მოგებით გავიდეს მთავარ ტიტულზე. რა იდიოტია დაუდგება Max და დაბლა მიუთითებს და ჩეხაობას დაიწყებს, რა თქმა უნდა, არა. მისი მხრიდან ეს პრაგმატულობა 100%-ით გამართლებულია. თუ ორგანიზაცია ამ ჩხუბებს ისე გიფუთავს, რომ ორი ყველაზე მკვლელი მებრძოლი სისხლები, ჩეხაობა და ამის პრომოუშენს გიკეთებს, ცოტა ალოგიკურია. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ეს BMF ტიტული საერთოდ არაფერს არნიშნავს, გარდა იმისა, რომ უბრალო ბრენდინგია. და ტრამპლინი, შესაძლო ტრამპლინი, თუ ყველაფერი კარგად დაალაგდა, შენი დივიზიის გარშემო, რომ თავარ ქამარზე გახვიდე. BMF-ი არ არის არაფერი, გარდა იმისა, რომ UFC-მ უფრო მეტი გაყიდოს. თავისი შოუ მეტმა ადამიანმა ნახოს. ეს არის ჩემი მოსაზრება. გულწრფელი მოსაზრება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ ტიტულს საერთოდ გავაუქმებდი. საერთოდ გავაუქმებდი, იმიტომ რომ ეს კონცეფცია ჩემთვის თავის თავში გულისხმობს იმას, რომ რეგულარული რაღაც არ უნდა იყოს. ვიღაც რომ გამოვა, რომელსაც BMF-ს უწოდებთ, თიშავს Justin Gage-ის ისე როგორც თიშავს და მე ეს BMF-ი გამოვა ილია თოფურიას წინააღმდეგ, რომელიც ცენტრში უთითებს მოდი დავდგეთო და ის უარზეა. იქ ხო ყველანაირი BMF-ის სტატუსი და აბსოლუტურად ყველაფერი მთავრდება. მაშინ არც არასდროს ყოფილა ეს BMF-ის სტატუსით. და თუ სტატუსი არაფერ შუაშია, მაშინ ეს ქამარი რად გვინდა? არის ჭორები, რომ Oliveira, რომელიც უკვე ფლობს BMF-ის ქამარს, ზაფხულში დაუპირისპირდეს აი იმ Conor McGregor-ს წეღარო გელაპარაკებოდით ზაფხულში აპირებს დაბრუნებას თქო. და ეგეც ხო ნაწილობრივ ცოტა სიგიჟია. რა თქმა უნდა, Oliveira იმასაც პითონებით შემოეხვევა და პირდაპირ გაგუდავს თუ მანამდე რამე ბრმადარტყმა არ გაატარა თავის შუშის ყბაში. რაღაც ხრივ იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო BMF ჩხუბი იქნება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ კლოუნადად იქცა მაგ ტიტულის სტატუსი. თუ ვინმე საერთოდ BMF-ობაზე უნდა ქონდეს პრეტენზია, ეგ არის ილია თოფურია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გუშინდელი ბრძოლებს ძალიან ღიმილიანი სახით უყურებდა. გავედი ბოლოში გეტყვით, რომ მინდოდა კამერასთან დამუჯდარიყავი და ცხელგულზე, უბრალოდ რაც მომეძალა, ის მელაპარაკა. შეიძლება რაღაცეები გადავხარშო, მოგვიანებით და რაღაცეებს აზრი შევიცვალო, მაგრამ ძალიან მცირედით, ძალიან. ეს იყო ჩემი აზრი ამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დიდი იმედი მაქვს, რომ მომისმინეთ და ედიტის გარეშე ვიდეო არ იყო თქვენთვის მოსაბეზრებელი, სამაგიეროდ კაი პოდკასტი გამომივიდა. თუ მოგიწონთ ჩემი არხი, მაინც გეტყვით რომ გამოიწეროთ, თუ არ გეზარებოთ ლაიქსაც მიარტყით. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. აბა ჰე და აბა ხო.